პირდაპირ რეისები თბილისი მუმბაის მიმართულებით ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება. მას აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია ინდიგო შეასრულებს. მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირ საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. ჯამურად ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეგულარული ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება. აქამდე ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს დელი-თბილისი დელის მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებდა. 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირ საჰაერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კომპანია დაიწყებს მეორე მიმართულებით რეგულარულ რეისებს. ეს არის თბილისი მუმბაის მიმართულება. კვირაში 3 სიხშირით შესრულდება რეისები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ინდოეთის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად ქართული ტურისტული ინდუსტრიისთვის. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. აღნიშნული მიმართულების ამოქმედება კი ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს.